მოყვას მშვიდობა გქონდეთ სულში, ოჯახში, სამშობლოში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და გაბევრდეს და ოღონდ გაიმარჯოს სიმართლემ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ისტორიის შემთხვევაში არის დაკნინებული და მე ახლა შემიძლია განახოთ ძალიან ბევრი გულანთებული ქართველისათვის პატრიოტი ადამიანისათვის აღმაშფოთებელი ციტატები, რასაც გვიფრიალებენ ჩვენი მეზობლები ხან ჩრდილოეთიდან, ხან ჩრდილო-დასავლეთიდან, ხან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ხან სამხრეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან, რომ აი რა დაწერეს თქვენმა ისტორიკოსებმა, აი რა წერია თქვენი ისტორიკოსების წიგნში და ასე შემდეგ. მე კიდე ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მე დიდი ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს ვცნობ ერის გადამრჩენად და ქართული ენის გადამრჩენად და ქართული განმანათლებლობის გადამრჩენად, პირველ რიგში ეს არის დიდი ივანე ჯავახიშვილი. გადაგვარჩინა, პირდაპირ მნიშვნელობით გადაგვარჩინა ქართული ენა, ქართული განმანათლებლობა, ქართული სახელმწიფოც, აი ესე ვიტყოდი, გადაარჩინა ამ ადამიანმა თავისი ღვაწლით, გრანდიოზული ღვაწლით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თავისი ცხოვრების პირველი ეტაპი იგი იყო რაღაც და ვიღაც ადამიანების გავლენების ქვეშ და ამაზე შესაბამისად მე შემიძლია მიგითითოთ კონკრეტული და გეტყვით კიდევაც ახლა ცოტა ხანში მოგიყვებით. ნახეთ, აი ეს არის ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი ციტატა და გამოსახულია უკვე ასაკოვანი ივანე ჯავახიშვილი, დიდი ივანე ჯავახიშვილი, იმ ასაკისა, რომ აი 30-იანი წლების ბოლოში როგორც გამოიყურებოდა და სინამდვილეში ეს ციტატა მართალია მისია, მართალია წყაროსმიერია, მაგრამ გაცილებით ადრე ალბათ გარდაცვალებამდე, ახლა 40 წელს რო გარდაიცვალა, ალბათ სიტყვაზე გარდაცვალებამდე 30-35 წლით ადრე აქ დაწერილი, შეიძლება 40 წლით ადრეც. ეს ნახეთ, შემდეგი რამ წერია დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში მე-19 ტომში 1930 წელში რო გამოვიდა, მაგრამ ეს ცოცხალია ეს წიგნი, ეს ცნობა, წყარო არ ყვდება, წყარო არ შრება, თუ არ იქნა იგი დაძლეული, იგივე ვისგან უნდა იყოს დაძლეული რა ხარისხიდან და რა დონიდან, ეს უკვე цნობილია. Грузины и их сородичи с давних пор покидали Малую Азию для переселения на север, в Закавказье, в котором грузинские племена и обосновались. По археологическим данным, до появления в Закавказье грузин страна была заселена различными племенами абхазо-адыгов и нахско-дагестанцев, которые были оттеснены грузинами на Северный Кавказ. ხო აბსურდია, ხო ტყუილია, ხო მიუღებელია, ხო ლოგიკობაა, ხო რო ქართველები აქ შესაბამისად მოვიდნენ ოდესღაც 20, 30, 35, 40 საუკუნის წინ ამ მნიშვნელობა აქვს და აქ ცხოვრობდნენ, აქ როგორც წერია აფხაზო-ადიგები და ვაინახები, დაღესტანცები და შესაბამისად ქართველებმა ისინი გაყარეს აქედან. ხო ტყუილია, ხო აბსურდია, ხო მართლა ვიცით ხალხო, ისე გეკითხებით, აი გულით გეკითხებით. ერთ-ერთზე რო ვიდგებით, სადმე რო ვიქნებით უნივერსიტეტის ეზოში ან ქუჩაში რო შევხვდებით, მაშინ მაინც მითხარით, რომ არა, ეს არ არის მართალი. აი ეხლა შესაბამისად ტელევიზიით ვსაუბრობ და გადაცემაში ვსაუბრობ, მაგრამ მითხარით, აი დავდგეთ ცალკე და ვისაუბროთ. ნუ თუ ეს შეიძლება რომ მართალი იყოს. თუმცა რა თქვა ამ ადამიანმა? ამას ეხლა გვიფრიალებენ აფხაზები და გვეუბნებიან, რომ თქვენ ახართ აქ მოსულები და ჩვენ ვართ აქ უძველესები და დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობს ამას. მიხაკო წერეთელი, ნაცია и человечество, თბილისი, 1990 წლის გამოცემა წიგნი. 229 გვერდი, 232 გვერდი. დიდი მეცნიერი, დიდი ქართველი, აქაც ასაკოვანი არის გამოსახული ფოტოზე. მე როგორც გავაკვირე, ნაცია и человечество აქ დაწერილი ახალგაზრდობაში შეიძლება ითქვას. როცა არ იყო ამ ასაკისა ყოველ შემთხვევაში რაც აქ არის გამოსახული.
ეს ერთი სახეობის გაყალბება, ეს კი სიმართლეა, რაც აქ წერია ციტატა, მაგრამ ეს ერთი სახეობის სიყალბეა, რომ ესეთი ფოტო დაადეს და მხცოვანი ადამიანია და ავტორიტეტული გამოყვანილი კავკასიაში, რაც ძალიან ფასეულობაა. კავკასიაშიც და მეცნიერებაშიც რაზეა საუბარი? მეცნიერისა და მწერლის საუკეთესო იდეალური ასაკი არის 70 წელი, ხო? თანხდებით უკვე ყველაფერი იცის, ძალიან კარგად აზროვნებს, ჯანსაღი გონება აქვს, დიდი მეხსიერება აქვს, ყველანაირად იდეალური 65, 70 და ასე შემდეგ, აი იგივე მწერლისთვის, ხო, თუ უკვე ვახსენე მწერალი, აი რასაც ვერ მიაღწია დიდმა ივანე ჯავახიშვილმა საუბედუროდ. ცხადია ის თავისი ბიოლოგიური სიკვდილით გარდაიცვალა, მაგრამ დიდი წინაპირობა აქვს თუ რატო მივიდა აი ამ მდგომარეობამდე, რატო შეერყა ჯანმრთელობა, рато არ იცოცხლა 80 წლამდე, ეს ჩვენ ვიცით. Ай, рас амбობს წერეთელი ამ თავის შრომაში. Трудно судить о времени проникновения грузин на Кавказ. Независимо от того, нет смысла искать на Кавказе древние следы грузин. Абсурდი რა. Абсурდი უაზრობა და აიდან სადაო წმინდა საბაო. აი ამას წერს ეს დიდი ადამიანი. რატო წერს? როდის წერს? ეს სხვა თემაა და ამაზე აუცილებლად ვისაუბროთ. არნოლდ ჩიკობავა. დიდი ადამიანი, გენიოსი, დიდი ქართველი, რა ეს დიდი ქართველი. რაზეა საუბარი? დიდი ქართველი. თხზულებანი მეორე ტომი თბილისი 1998 წელს გამოცემულა 263 გვერდზე წერია ასეთი რამე. ეს იქიდან არის ეს ჩრდილოკავკასიური და აფხაზური საიტებიდან და რუსული საიტებიდან არის აღებული და სომხური საიტებიდან არის აღებული და ასე შემდეგ ეს არის ფიქრობთ რომ მე შევადგინიან ქართულ საიტებზე წერია, მაგრამ ის დიდი იარაღია იმათვის. იმათ идеологиისათვის და ჩვენთვის. აი კიდე ერთხელ გაჩვენებთ, უკვე გაჩვენეთ. На территории Западной Грузии картвельскими племенами предшествовали абхазо-адыгейские племена. На территории Западной Грузии картвельским племенам предшествовали абхазо-адыгейские племена. На Западной Грузии, წარმოგიდგენიათ, мигрировавшие Занские, Мегрельские и Чанско-Ласские племена оседали на территории, где бытовала абхазско-адыгейская речь. Ესე იგი, мигрировавшие занские племена оседали на территории, где бытовала абхазско-адыгейская речь. Ну, იცით ახლა რუსული ამ დონეზე რო ყველამ გავიგოთ ზანებიო მეგრელებიო ჭანებიო ლაზებიო მიგრაციით მოვიდნენ დასავლეთ საქართველოსიო სადაცო იყო აფხაზურ ადიღეური ენაო საუბარიო მეტყველებაო კიდევ ერთხელ გეუბნები ჩვენ მაინც ხო ვიცით აი გულის სიღრმეში ხო ხვდებით იგივე დიდი მეცნიერი სიმონ ჯანაშია თანამებრძოლი და თანაავტორი ცხადია დიდი ივანე ჯავახიშვილისა და დიდი ქართველი რაზეა საუბარი და დიდი მებრძოლი წერს და უშვებს შემდეგ შეცდომას ეხლა ის არ წამომიღია და ნაუცბათებად ვერ ვიპოვნე ის ეგრეთ წოდებული აი ესე რა ქვია ამას რუსულად პლაკატი ხო რა აი ამ სახით მოცემული პანო ვერ ვიპოვე და ესეთ რაღაცას წერს სიმონ ჯანაში აბსურდს რომ აი სიტყვაში ტოპონიმში ეთნონიმში და ასე შემდეგ სადაც ფიგურირებს ყვა აი მალთა ყვა ან გვარი როა ინგორო ყვა ხო მოიხდეთ რის თქმა მინდა აი ეს და იგივე ფშ სადაც არისო ფს სადაც არისო ესო არისო სულ ყველაფერიო აფხაზური წარმოშობისო აფსური წარმოშობისო შესაბამისად და ის რადგან ის აფსუა შესაბამისად აქაც ყველაფერი და მოგეხსენებათ ახლა ფს და ფშ მთელ საქართველოში ფშავი აღმოსავლეთის ფშავიდან რო დავიწყოთ და აქ რომ მდინარეებია კიდე აღმოსავლეთ საქართველოში და
სამხრეთ დასავლეთ საქართველოში რომ ფასისებია და ყველა მდინარეს რომ ფსზე აგებული ჰიდრონიმი ქვია, წარმოიდგინე, ეს ყველაფერი მიკუთვნებული აქვს არა ქართულ სამყაროს, ქართულ ენას, რომელიც უნათესავია, უანალოგოა, დამოუკიდებელია და ჩვენი ღრმარწმენით ფუძე ენის ერთადერთი შვილია, გადარჩენილი. უძველესი ენაა, ნოეს შვილების და შვილიშვილების ენაა. იმისგან არის მოწყვეტილი ეს საოცარი უმნიშვნელოვანესი შესაბამისად ფუძე სიტყვები, რომელმაც აწარმოა საქართველოში, წარმოგიდგენიათ რამდენი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაურქმევიათ ეს სახელები და არა ჩვენ. აი იგივე სუფსარო გვაქვს მაგალითად, ფასისი, აფსაროსი, აფსირტე და ასე შემდეგ, აი უამრავი ახლა თქვენ ხვდებით ფასისი რაზეა საუბარი, ფასისი, თქვენ იცით, ყველა მიცით, რომ რიონიც ფასისია, რიონ ფასისი. ჭოროხიც ფასისია, ჭოროხ ფასისი. ყუბანიც ფასისია, ყუბან ფასისი. არაქსიც ფასისია. ევფრატის სათავეებში მისი ბევრი მკვებავიც ფასისია და ტრაპიზონთან რო წყალი ჩამოდის, ის ფისიდისია და იმის იქით ფაცაროა, ფაცას წყალი, ისიც ფასისია. აი სადაც წარმოიდგინეთ ფაცაა და ორდუ და კოტიორა, ხვდებით ხო რა მიმართულებებია. დიდი მეცნიერია, ჩვენი ეპოქის მეცნიერია, დიდი პროფესორია, დიდი აკადემიკოსია, ღირსეული ადამიანია, სიტყვით, მოხსენებით, გამოსვლით, სახალხოობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონი ვალერი ვაშაკიძე, რომელმაც წაიკითხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საპატრიარქოს ერთ-ერთი კომისიისა და ჯგუფის ეგიდით ლექცია, სხვაგანაც წაიკითხა, ხან პირადად მაქვს მოსმენილი მისი ლექცია და ხან ტელევიზიით და ასე შემდეგ და იგი უკვე დღევანდელ მონაცემებზე, უკვე თანამედროვე მეცნიერებაზე, არქეოლოგია ამის მერე 1920-იან წლებში რო დაწერა და 10-იან წლებში რო დაწერა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, ჩვენმა განმანათლებელმა და ჩვენი ერის მამამ იმის მერე 120 წელია გასული, წარმოგიდგენიათ და ახალი ცნობები ამოსული. ამბობს ვალერი ვაშაკიძე, რომ უკვე აი ამ შესაბამისად დნმ-იც ახსენა და არქეოლოგიაც ახსენა და ყველა ცნობა, ყველა ლაბორატორიული დასკვნა ახსენა, რომ ჩვენი ერი, ჩვენი მოდგმა, ჩვენი სახე, ჩვენი ჰაბიტუსი, ჩვენი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა დნმ არსად არ წასულა და არსაიდან არ მოსულა, აქ წარმოგიდგენიათ. ესე დიდი ფასეულობა გვაქვს, წარმოგიდგენიათ. და ერთ ფუძეზე, ერთ ადგილზე ცხოვრობს ეს საოცარი ერი, საოცარი მოდგმა და მთელს კაცობრიობას, სამეცნიერო კაცობრიობას, აკადემიურ კაცობრიობას აქვს იმისი საშუალება, რომ იპოვოს თავისი ფესვები და კი არ ჩამოდიან აქ, კი არ ეძებენ, კი არ იძინებენ და იღვიძებენ და სადმე ახლო-მახლო ქართული მუზეუმებისა, ქართული არქივებისა, ქართული ძეგლებისა, ქართული არქეოლოგიური მონაცემების ადგილსამყოფელის გარშემო. წარმოგიდგენიათ ესე რაღაც 50 ხარისხოვნათაც არ ვითვლებით, ეს არის ანომალია და მე პირდაპირ ვამბობ, ეს არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის დანაშაული, რომ ესეთი ცნობებია გამარჯვებული საქართველოში და აღარავის აღარ უნდა იმისი გადახედვა. აღარავის აღარ უნდა იმის გადახედვა, რაც ერთხელ ჩაჯდა, ჩაბეტონდა და არის ესე მე კიდე ერთხელ ვამბობ, ვებრძვი, როგორც დონ კიხოტი ებრძოდა როსინანტთან ერთად თავისი გრძელი შუბით, აი ამ ქარის წისქვილებს, ზუსტად აეგრე ვებრძვი, აი ამ ეგრეთ წოდებულ პტოლომეუსის რუკას და უაზრო რუკას, რა ვიცი, რომლებიც გაბატონებულია, ეს არ არის პტოლომეუსის რუკა, ეს არის ვიღაც მზაკურის მიერ შექმნილი რუკა, რომ დღევანდელი შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე იყო თითქოს და იბერია და სხვაგან არ ყოფილა. დღევანდელი დასავლეთ საქართველოში, ესე იგი, გონიოს მაღლა და სოხუმს თუ სოჭის დაბლა იყო კოლხეთი, უნამუსოები, რომ კოლხეთს ესე აპატარავებენ. მე ეს არის ჩემი ბრძოლის იდეა და შესაბამისად აი ჩემი თხოვნა, რომ ძალიან გთხოვთ ჩამოვყალიბდეთ რა, ძალიან გთხოვთ ვიბრძოლოთ რა, თორე ეს არის
ზოგი ადამიანი, მე ამას აი ორჯერ ვიტყვი ამ წინადადებას რა. ზოგი ადამიანი, ჩაუხედავი ადამიანი, ვერ ხვდება რა იარაღია, რა ნაღმია ეს, კონკრეტულადაც ვიტყვი 1-2 ნაღმის შესახებ და ფიქრობს, რომ აი რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო 24 საუკუნის წინ, 20 საუკუნის წინ, 15 საუკუნის წინ, სად გაიარა ამ ჯარმა, სად იყო ეს კათედრა, ვინ დააფუძნა კათედრა მაგალითისათვის ქუთაისში და ზუგდიდში. რა მნიშვნელობა აქვს, აი ამას ამბობენ და ამ დროს ეს არის დამერწმუნეთ ძალიან ბევრი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან ბევრი, ეს იქნება საეკლესიო მიმართულება, ეს იქნება ეროვნული მიმართულება, სახელმწიფოებრივი მიმართულებაც კი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ძალიან ბევრი 15 საუკუნის წინ ძალიან ბევრი მოვლენა არის დღესაც ცოცხალი იურიდიული თვალსაზრისით არსებობს საეკლესიო იურისდიქცია, ხო? არსებობს მაგალითისათვის სახელმწიფო იურისდიქცია, ეროვნული იურისდიქცია, იდეური იურისდიქცია, აი რა ვიცი, სწორედ ჩამოვაყალიბეთ თუ არა, ძალიან კარგად მინდა რომ გაიგოთ. კიდევ ერთხელ ამბობ, დიდი მადლობა, აი მე ვახსენე ძალიან დიდი მეცნიერი, დიდებული ადამიანი, გასაგებად რო ხსნის, გასაგებად ადამიანურად რო ხსნის, ესე და ნებისმიერ ადამიანმა კითხვა დავუსვა, ზოგი 60-იანი იყო, ზოგი 80-იანი იყო, ზოგი 5-იანი იყო, ყველას რო ესე აკადემიურად უხსნიდა და აყალიბებდა და ყველა დეტალს, ზოგი ისე ჩახლართულად საუბრობს, ისე ჩიქორთულად მე ვიტყოდი დიდებული ქართული სიტყვა რაც ამას შეესაბამება რა რომ ვერ გაგაგებინებს და ამ ადამიანმა ჩამოაყალიბა ჩვენი მყოფობა აქა 45-50 წარღვნის შემდგომი ეპოქიდან რა წარღვნა რომ 52-53 საუკუნის წინ იყო ამას ბიბლია ამბობს და მე და გეგა ჩემი მეგობარი გეგა ხვედელიძე ვიმეორებთ მას ახლა წარღვნა არ უხსენებია რაც მართალია ვინმე თქვას ნახეთ რა ხდება არის ესეთი დიდი ადამიანი, ჩვენი დროის გმირი, 75 წლის პროფესორი, მიტროპოლიტი, მე ვამბობ, ამისი თქმა არსად არ მომერიდება, მუდამ ამ აზრზე ვიქნები. ჩვენი დროის ივანე ჯავახიშვილი, გამომდინარე მისი შრომებიდან, მისი მიდგომებიდან, მისი ღვაწლიდან, მისი საგანმანათლებლო სამუშაოებიდან, ჩვენი დროის ივანე ჯავახიშვილი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე არის იგი როგორც იგი არის მანგლისისა და წალკი პირველ რიგში ეს უნდა ვთქვა მანგლისის და თეთრი წყაროს მიტროპოლიტია იგი სინოდის წევრია ცხადია ამის შემდგომ უნდა ვთქვა რომ იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და სასულიერო სემინარიის პროფესორი და დიდი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის რო თუ დავთვლით ესე ბიბლიოგრაფიით თუ დავალაგებთ, არის 85 წიგნის ავტორი, აი ესეთი წიგნების ავტორი და აი ესეთი წიგნების ავტორი, თუ დავთვლით მსგავსი ფორმატისა და კიდევ უფრო მსუქანი წიგნები აქვს დაწერილი და შედარებით უფრო თხელი ბროშურებიც აქვს დაწერილი. გამოდის 100-მდე წიგნის ავტორი. უმორჩილესად გთხოვთ ის ადამიანი. მე ვიმეორებ მის თხოვნას. წარმოგიდგენიათ ეს ადამიანი გთხოვთ რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა ჯგუფმა ესენი იქნებიან ისტორიკოსები, ფილოლოგები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული და რაიონში არსებული სამხარეო მუზეუმების თანამშრომლები ნებისმიერი 2, 3, 5 შევიკრიბოთ, ვესტუმროთ ამ ადამიანს, ვიმსჯელოთ და თავიდან განვიხილოთ სოფლიო ისტორიის, სოფლიო ისტორიკოსთა, უძველეს ისტორიკოსთა წყაროები. ეს წყაროები არის განხილული არასწორად. ეს წყაროები არის განხილული რაღაცა ძალდატანებით, რაღაცა წინააღმდეგობრივი და რთული ბრძანებებით, მითითებებით, თორემ მე ვერ წარმომიდგენია ესეთი როგორც ვახსენე შეცდომები დაეშვათ ამ ადამიანებს. კარგად გამიგეთ, მე ესეთ რაღაცასაც ვფიქრობ, რომ იმისთვის რომ რაღაცა იდეა გადარჩენილიყო, მომიტევეთ ამას რომ ვამბობ ესეთ დიდ ადამიანებზე და ჩემს ვერსიას ვამბობ.
რაღაცა იდეა, რაღაცა საქმე, რაღაც დიდი შემოქმედება, დიდი ღვაწლი, აუცილებელი რომ გავსი რაღაცის დაწერას ალბათ ვიღაცა ითხოვდა. საოცარი ურთულესი ცენზურა იყო 20-იან წლებში, 30-იან წლებში, 40-იან წლებში, 50-იან წლებში. საოცარი იყო ეს, უდიდესი დატვირთვები იყო. ძალიან ბევრი იმასაც არამც თუ იმას რა გამოიცემოდა და რა გამოვიდოდა სტამბიდან. არამედ სტამბაში რა შედიოდა, არამც თუ იმას, არამედ სახში რა წერდა ადამიანი, იმას უკონტროლებდნენ. ხშირ შემთხვევაში სახში რა წერდა. ნუ გაგიკვირდებათ და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა რამდენი ადამიანი არის განადგურებული, გადასახლებული და დაჭერილი და ასე შემდეგ რაღაცა მართალი სიტყვისათვის. თქვენ ეს იცით, არაფერი სიახლე არ მithქვამს მე. ნახეთ ეხლა ეს დიდი ივანე ჯავახიშვილი, დიდი ჩვენი მამა, გამაოგნებელი ადამიანი თავისი შემოქმედებით, თავისი მრავალტომეულით, თავისი აგებული დედა უნივერსიტეტით და მისთვის დაღუპული ადამიანი, მისთვის შეწირული ადამიანი, შემთხვევით ამბობს შემდეგ რაღაცას ადრეულ წლებში, თავისი მოღვაწეობის ადრეულ წლებში, აი მაგალითისათვის 1903 წელს, 1897 წელს სიტყვაზე მაგისტრობის, აი ინსტიტუტში მუშაობისას და დისერტაციის დაცვის ეპოქისას და ასე შემდეგ, რომ საქართველოში არ ყოფილან მაცხოვრის მოციქულები. წარმოგიდგენიათ, ესეც მაინც ხო იცით, რომ შესაბამისად შეცდომაა რა. აი ამ შეცდომას უშვებს დიდი ივანე ჯავახიშვილი, მე ქანჩის დონეზე ვწდები, უფრო დაბლა შესაბამისად, აი ფეხსაცმლის ქუსლის დონე ვარ მე მის წინაშე და ვინ დაუდგება მას მე-20 და 21 საუკუნეში, როგორც მეცნიერი და როგორც ისტორიკოსი შესაბამისად და წერს აი ამას, ეხლა რას ვიზავთ, კარგად გამიგეთ და ძალიან ბევრ ადამიანს რო გაუჩნდება კითხვა, რატო წერს, რატო დაწერა, რატო აღარ გადათქვა. ჯერ ერთი ვთქვათ, რომ 1940 წელს გარდაიცვალა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი მეცნიერისთვის შეიძლება ითქვას შუა ასაკში, არახანდაზმულ ასაკში. არც არის 67 წელი შესაბამისად ხანდაზმული ასაკი, მაგრამ ნეტა ეცოცხლა 77 წელი და აი შესაბამისად კიდევ უფრო რამდენ შრომას დადებდა და რამდენ ღვაწლს დადებდა შესაბამისად და იმის პასუხად მე შემიძლია მოგახსენოთ თუ რატო დაწერა ესე, როგორ და რატო არ მიუბრუნდა, ალბათ ვერ მოასწრო, კარგად გამიგეთ და რაღაც წინააღმდეგობები იყო, ეხლა გაგანია საბჭოთა იყო 1940 წლამდე და მოგეხსენებათ 30-იან წლებში თავისი აშენებული დედა უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, მე ცხადია დააბრუნეს, მაგრამ როგორი ტანჯვები აქვს, გინდა მატერიალურიც, არა ჯერ ხო მორალური და მე მატერიალური წინააღმდეგობები აქვს. ადამიანური დეფიციტები აქვს, წარმოგიდგენიათ, დიდი ივანე ჯავახიშვილს. რა ეპოქაა, წარმოგიდგენიათ, ხო და ამის პასუხად თუ რატო დაწერა ესეთი რაღაცა. ჩვენ გვაქვს ერთი საოცარი წერილი, რომ დიდი ივანე ჯავახიშვილის მამა, ალექსანდრე ჯავახიშვილი, პუბლიცისტი, ბიბლიოთეკარი, მწიგნობარი, მოაზროვნე, ეროვნული აშკარად დიდი ადამიანი და ყველაფერს თავი დავანებოთ დიდი ივანე ჯავახიშვილის მამა და გამზრდელი და აღმზრდელი, ხო? წერს თავის შვილს, მამა უგზავნის შვილს წერილს და კიდე კაი ეს წერილი არსებობს. რატო გადათქვიო შენ რაღაც ეროვნული საკითხები? რატო მიემხრეო შენო ნიკომარის არაქართულ თეორიასო? რატო ხარო მის შესაბამისად გავლენის ქვეშ ემდურება, წარმოგიდგენიათ? აი მიზეზი წარმოგიდგენიათ ესეთი რამე, რომ აი რატო არის შესაბამისად ესეთი შეცდომები, გადახრები, უზუსტობები, ძალდატანითი და ეს შესაბამისად კიდე ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ თავიდან იქნებ გავიაროთ, მობრძანდით, აი შევიკრიბოთ ხუთნი ისტორიკოსები, სტუდენტები, წარმოგიდგენიათ რას აქვთ, ხო? სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი, 23, 30, 35, 40, 50, 65, 75 წლის ისტორიკოსები. შევიკრიბოთ 4-5, მე შეგხვდებით დიდი სიხარულით. მიყვებით, მე უფე მიგიღებთ, გაგესაუბრებათ, წალკოტში მიგიღებთ, ეს არის მანგლისში თუ მაგალითად იქ იქნება კათედრაზე.
საეკლესიო კათედრაზე, მანგლისის კათედრაზე. აი ძალიან გთხოვთ, მთელი გადაცემა თხოვნა იქნება რა. თხოვნა დავარქვათ, აი ამ თხოვნა ნომერი 1. ქართველი ისტორიკოსებისადმი, აი ეს იქნება აი ამ გადაცემის სათაური. რომ მიგიღებთ, აი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიგიღებთ აკადემიურ გარემოში. გესაუბრებათ, მოგცემთ წიგნებს, მოგცემთ ცნობებს, დაინტერესებულ ადამიანებს, მიმართულებებს, რაღაც საკვლევ თემებს. გთხოვთ თავიდან განვიხილოთ. ეხლა რა კონკრეტული რამეა მაგალითად თავიდან განსახილველი. ეს არის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი სტრაბონი კოლხეთის შესახებ. ხედავთ რამხელა ფორმატიც არის 52 გვერდია. A4 თაბახია. აქ არის რუკებიც და აქ არის ტექსტიც. სტრაბონი კოლხეთის შესახებ. ყვება ეს ადამიანი ძალიან დიდ თავის გეოგრაფიაში ყვება, წარმოიდგინეთ კოლხეთს აი ამ გარემოს აქ არსებულ რაღაცას ახსენებს, ეხლა მეუფემრო გააკეთა ამისი განხილვა, შესაბამისად 52 ადგილას ახასიათებს გარემოს, მდებარეობას, ხალხს, გეოგრაფიას, ლანდშაფტს და ასე შემდეგ, მდინარეს. ფაქტია, რომ ეს ადამიანი ახასიათებს არა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს კოლხეთის ქვეშ ხალხო. არამედ აი ფასისის გარშემო ახასიათებს ჭოროხის გარემოს. წეღან რომ ვთქვი, რომ ჩემი ბრძოლის შესაბამისად ველი არის აი იმ რუკის დამარცხება, რომელი რუკაც ძალიან ხშირად ჩნდება ინტერნეტში, ტელევიზორში, სასწავლო წიგნებში და ასე შემდეგ, ოთახებში, საკლასო ოთახებში და ასე შემდეგ. იმ რუკის დამარცხება, სადაც აი ესეთი რაც დღევანდელი კოლხეთის დაბლობია და ცოტა დიდი კოლხეთის დაბლობზე არის კოლხეთი. კაცობრიობის სავანე შეიძლება ითქვას და კაცობრიობის აზროვნების ეს იყო აიეტის ქვეყანა, გრანდიოზული ქვეყანა, მთელი კავკასია კი არა, პირიქითა კავკასია და ზემოშუა მდინარეთი და კერასუნთადან კარდუს მთამდე რო იყო აი ამ ადამიანის სამეფო, გამოხატული არის დღევანდელი დასავლეთ საქართველო უნამუსო ადამიანის მიერ. ან არაქართველის მიერ, აი პირდაპირ ვიტყვი, ან ოროსანი ყველაზე კარგი ვარიანტია რა. იმიტომ რომ ოროსანს შეიძლება რაღაცა ნამუსი კიდე კონდეს რა. უნამუსო ადამიანის მიერ არის გამოხატული, რომ 24 საუკუნის წინ ჩამოვიდა ქსენოფონტე 2426 წლის წინ. ჩამოვიდა ქსენოფონტე და მივიდა წერს ეს ადამიანი, რომ მოვედით კოლხეთის ქალაქ კერასუნთაში. ტრაპიზონის იქით არის კიდე 100 კილომეტრი თუ მეტი, წარმოგიდგენიათ. და აი ესე პატარა კოლხეთს გიხატავენდო. წარმოუდგენელი რაღაც ისე განვიცდი აი ამას რა, წარმოგიდგენიათ, რომ ეს კიდე ერთხელ გეუბნებით ოროსანი და ჩაუხედავი ადამიანი იმას იტყვის რა მნიშვნელობა აქვს რამხელა ვიყავით 25 საუკუნის წინო. 20 საუკუნის წინო, 15-ის მაგას გეტყვით რა მნიშვნელობა აქვს და რა ნაღმია რა. ვახტანგ გორგასალი იყო ჩასული დღევანდელი წარმოიდგინეთ რიზეს რეგიონში. რიზე, აი მოძებნეთ, აი ტრაპიზონის აღმოსავლეთით დღევანდელი სურმენეს რეგიონში, ოფის რეგიონში, არდაშენის რეგიონში, აი ამ შესაბამისად ლაზიკის მთაგრეხილის, სადაც ყველაზე დიდ მოხვევას აკეთებს ლაზიკის მთაგრეხილი აი ამ რეგიონში, სადაც რკინის პალო იყო. რკინის პალო არის ერთ-ერთი წერტილი საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ საზღვარი. ალექსანდრე მაკედონელმა რო დაუდო სამანად ქუჯისა და ფარნავაზის ქვეყანას, აზოს ქვეყანას, აი იმ წერტილამდე იყო ჩასული და ეს რადგან იცოდა ამ ადამიანმა, რომ იყო იქ ქართული სამყარო, ჩვენი მამული, ბოლო კლარჯეთისა, რკინის პალოთ წოდებული, წმინდა ნინოს მიერ განათლებული ადგილები, დიახ, უამრავი წყარო არსებობს, რომ წმინდა ნინომ გაანათლა ლაზები და იბერები.
კიდე ერთხელ გეუბნებით, ეს იყო მირიან მეფეს სამწყსო და მირიან მეფეს ქვეყანა და წმინდანინოს სამწყსო. და იქ შესაბამისად რო იყო დაალაგა ყველაფერი და ტაძრებიც ააგო. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია იყო ეს მე-4 საუკუნეში და მე-5 საუკუნეში. და მერე მოდის სხვა ქვეყანა და სხვა ქვეყანა ეუფლება ამას. მაჩვენეთ ერთი რუკა, რომ მე-4 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში გამოსახული იყო, მერე წაგვართვა ცხადია იუსტინიანემ, კარგი იუსტინიანე იყო მე-6-ის შუაში, ხო და აი მაჩვენეთ, რომ მე-6-ის დასაწყისში, მე-4-ში, მე-5-ში შესაბამისად იქ ქართული სახელმწიფოებრიობა ხატია. არა და იყო ეშინიათ, ან რაღაც ანგარება აქვთ, ან ოროსნები არიან, ან არაქართველები არიან, აი გავზარდე რაღაც მათი მახასიათებლები და შესაბამისად მე შემიძლია ეს წიგნები გნებავთ ელექტრონულად და რაღაც დონეზე მოგაწოდოთ და ეხლა ამ მომენტისათვის რაღაც ნიუანსები განვიხილოთ რა. აი მაგალითისათვის მოდით სტრაბონი კოლხეთის შესახებ ეს არის სტრაბონი არის მაცხოვრის ეპოქის ადამიანია. დაიბადა ჩვენ წელთაღრიცხვამდე, გარდაიცვალა პირველ საუკუნეში და იმ ეპოქას ასახავს და კოლხეთზე საუბრობს და რაღაც დონეზე კარგად გამიგეთ ძველი ეპოქაა რა, მაინც რა, თავის ეს ადამიანი ამბობს უმნიშვნელოვანეს რაღაცას ამბობს, რომ აი მისობისას არის სულ ახალი წართმეული იბერიას რო წაართვა, განახებთ აი ამ რუკასაც განახებთ მერე და შესაბამისად ტექსტსაც გაჩვენებთ სამად გაყოფილი იბერია. და არის ესეთი ცნობა მის მიერ, რომ ერთი ნაწილი წაართვა სამ ნაწილად გაყოფილი მოსხების ქვეყანა. მოსხების ქვეყანა, რომელიც არის სამლოცველო სამ ნაწილს შეიცავს. ერთი მისი ნაწილი აქვს კოლხეთს, მეორე იბერებს და მესამე არმენიელებს. შესაბამისად, აი ამ საკითხს სამწუხაროდ ოროსანი ქართველი ისტორიკოსები და მადიანი სომეხი ისტორიკოსები, არმენი ისტორიკოსები შემდეგნაირად განიხილავენ, რომ აი მთელი მესხეთი მოგეხსენებათ, რომ ახალციხეში მთავრდება და ბორჯომში მთავრდება, ასპინძაში, ადიგენში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ჯავახოსის ეპოქიდან და ოძრხოსის ეპოქიდან რო საქართველოა და ქართულენოვანია და ასე შემდეგ, იქ მთავრდება და ისეთ რუკებს ხატავენ, რომ თითქოს მთელი მესხეთი აქვს წართმეული. სინამდვილეში აი პარიადრეს კალთებიო, გოგარენე აქვს წართმეული 180-170 წლით ადრე მაცხოვრის შობამდე არმენებს ქართველებისადმი, აი სადაც დღევანდელი ბაიბურთია, ანუ პაიპერი, ზედადინება ერთი სიტყვით ჭოროხისა. თორე ისეთი ადგილები, როგორიც ართვინია, იქ არასოდეს არ ყოფილა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საუკუნეში არმენია და მერე შესაბამისად აი მერე ხდება უკვე არაბობის ეპოქაში, აქ არმენიის შემოჭრა ისევ და მაცხოვრებლების 90% იყო ქართულენოვანი, ქართული სამყაროში მყოფი ადამიანები და ისინი ეკლესიურად დაექვემდებარენ არმენიის ეკლესიას და რადგან ესენი აქ იყვნენ დიდი რაოდენობით და ასე შემდეგ და მართლმადიდებლები და ასე შემდეგ, ცხადია რიგი რამდენიმე ეპისკოპოსი, რამდენიმე ელიტარული ადამიანი სომეხი იქნებოდა, მაგრამ მოსახლეობის 90% იყო ქართულ გარემოში, ქართულ მოგონებებში, ქართულ ენაშიც. წარმოგიდგენიათ და იყო ესეთი გრანდიოზული ადამიანი, დიდი ქართველი, უეჭველი ქართველი, წყალი არ გაუვა და ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, რომ სომეხი არისო ნერსე იშხნელი. ეს არის ეროვნებით ქართველი მართლმადიდებელი ადამიანი და იქაურობის შესაბამისად ამგები და
ასევე ძალიან დიდი ქართველი კირიონ პირველი, რომელმაც რო დაინახა ეს ტენდენცია რო იყო, წარმოგიდგენიათ, მე-6 საუკუნეში მე-7 საუკუნეში რო ნახა რო იქ ხდება მასიურად ქართველების არმენიზაცია, ქართველთა დიდი აი სამხრეთ საქართველოში არსებული ქართველების დიდი არმია, ალბათ აღმოსავლეთ საქართველოს 1/2 შეიძლება ცოტა მეტიც გამოსტაცა შესაბამისად არმენიის ეკლესიას და შეუერთა დედა ეკლესიას, მცხეთის ეკლესიას და არის ესეთი ისტორიკოსი მხითარ აირავანეცი, რომელიც ისტორიას რო წერს და ჩამოთვლის ქართველ მეფეებს, უამრავი ცნობები აქვს, უამრავი და ჩამოთვლის ასევე ქართველ ეპისკოპოსებს რა, ქართველ მთავარ ეპისკოპოსებს, დედა ეკლესიის წინამძღვრებს და იქ რო არის ჩამოთვლილი მაგალითისათვის ნეტარი ელია, ნეტარი გიორგი სიტყვაზე და ეს ადამიანები ხო არის ჩამოთვლილი წეული კირიონი ესე აქვს, მაგრამ იმ ეპოქაშიც არის დაწყევლილი რა ეს ადამიანი, მაგრამ რომ წეული კირიონი. ესენი იყვნენ სრული ქართველები და დიდი აკადემიკოსი, მე ამასაც ვერ მივწდები შესაბამისად მუხლამდე ისეთი დიდი ღვაწლი აქვს, ვერასოდეს ვერ მივწდები როინმე ტრეველს, ვერც ღვაწლში და ვერც სოდნაში, მაგრამ ისიც უშვებს შეცდომას, ჩემი ყურით გავიგონე რომ ამბობს რომ თამარის ეპოქაშიო ვიყავითო 4 მილიონი ნახევარი ადამიანიო საქართველოს რადიოს პირველი არხის ეთერში თქვა ამ 4-5 წლის წინ ჟურნალისტი იყო ვინმე გიორგი ესე 2 საათზე პირველ საათზე 2 საათზე შუა დრისას რომ იქო ცხოვრობდნენ არმენებიო და შესაბამისად აი თამარის ეპოქაშიო რომ ამბობენო რომ 10, 12, 13 მილიონი ადამიანი ვიყავითო, ესო გაფეტიშებულიო, გაზრდილი სიტყვა, ამდენი ქართველი არა ყოფილვართო და აი ახალ შემოერთებულ მიწებზეო და იგულისხმა ტაოკლარჯეთი რა, რომელიც შესაბამისად აი ბაგრატისა და დავით აღმაშენებლის ეპოქაში შემოდის გნებავთ მცხეთის იურისდიქციაში და გნებავთ საქართველოს დიდ სახელმწიფოს ტერიტორიაში, იქო არაქართველები ცხოვრობდნენო. ისე გამოვიდა რომ კი ვიყავით სიტყვაზე 6, 7, ეს რიცხვი არ უთქვამს 7 მილიონი, 8 მილიონი, 9 მილიონი, 10 მილიონი, მაგრამ აი ამ დიდ სახელმწიფოშიო ძალიან ბევრიო არაქართველიც იყო. აი ამ რუკაზე მინდა დაგარწმუნოთ რომ აი აქ შესაბამისად ეს იყო დედა ეკლესიის სამწყსო მე-7 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე მონღოლებამდე და აი აქ შესაბამისად მასიურად იყო ქართველიერი, მასიურად და არამც თუ აი მე-15 საუკუნეში არქანჯელო ლამბერტი ჩამოდის სამხრეთ კავკასიაში და სადაც ერზრუმია და ვალაშკერტია და ასე შემდეგ იქ ქართველი ეპისკოპოსების ხედან ქართული სამწყსოებია აი ამ ეპოქამდე აი ჩვენს უკან 300 წლით ადრე წარმოგიდგენიათ დიდი ქართული ახლა მოხდა სულ რაღაც 200 წლის წინ მოხდა მათი დენაციონალიზაცია რა. მათი გაბნება რა. თორე იყო უდიდესი ქართული გარემოები რა. და რაც შეეხება ტაოკლარჯეთს მე უფიანანია დაგარწმუნებთ, დაგაჯერებთ, დაგიხსნით, დაგისაბუთებთ, რომ ეს იყო მუდამ ქართული ქვეყანა. და როგორც კი მათ გადაიგდეს არმენიული უღელი არა 1 საუკუნეში და 2 საუკუნეში, არამედ 1 წელიწადში და 2 წელიწადში სრულიად გაქართველდნენ. ქართულად ასაუბრდნენ. დედა ეკლესიის, მცხეთის ეკლესიის სამრევლო გახდნენ. წარმოგიდგენიათ რა ბედნიერებაა. მარტივად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ადამიანების გაქართველება არის ურთულესი. ეს არ შეუძლია, აი არავის არ შეუძლია. აი მე რო ვაკვირდები, უნდა როგორც მინიმუმ 2, 3, 4 თაობა, 2 არა. 4-5 თაობა უნდა იცხოვროს აქ ოჯახმა. ყველასგან მოწყვეტილმა ოჯახმა. და თუ მაგალითის ეს აქ რაღაცა ისეთი საზოგადოება ჩამოვა 100 კაციანი, 200 კაციანი, 500 კაციანი სოფელი თუ ჩამოვა და ერთად თუ დასახლდება, როგორც მაგალითისათვის სიტყვაზე აი გადმოსახლდნენ რა, იგივე 1930-იან წლებში რო ხდებოდა გადმოსახლებები ბოგდანოვკის რაიონში, ან მანამდე რუსეთის იმპერიაში ხო ჩამოდიოდნენ.
მათი გაქართველება ოდნავადაც არ მოხდა თავის ენაში, თავის კულტურაში, თავის სარწმუნოებაში, გარეგნობაში, სახლების მშენებლობის წესში, საჭმლის გაკეთების წესში იყვნენ. ყველა ერი საოცრად ძლიერია და ჩვენ პირიქით ძალიან მყიფეები ვართ, აი იმ დღეს ვუყვებოდი ჩემს მეგობარს და ნათესავს, რომ აი 1920-იან წლებში დასაწყისში რომ ჩამოგვაჭრეს სახელმწიფოებრივად ლორე ეს დიდებული ადგილი მაგალითისათვის ახტალა, აქორი და უამრავი ეკლესია იცით ახლა ეს მხარე, აი როგორც კი სადახლო არის, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი იმის ქვეშ ხო იყო ეგრეთ წოდებული სადაო ტერიტორია და ნეიტრალური ზონა და მე გადაეცა ეს არმენიის რესპუბლიკას, იქ დარჩა უამრავი ქართველი, სხვადასხვა მონაცემებით, ზოგი ამბობს რომ 40, ზოგი ამბობს 50, ზოგი ამბობს 60% აი ამ ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყო ქართველი და ქართულენოვანი. და აი ეს 1921 წელში, 22-ში, 23-ში რომ მოხდა გადაცემა და მათი იურისდიქციაში, სახელმწიფო იურისდიქციაში ყოფნა, იმ დღიდან გასულია რამდენი 100 წელი, ხო? 102, 103, 104 წელიწადია გასული და სანთლით საძებელია ქართული ენის მცოდნე ადგილობრივი. სანთლით საძებელია, აი თუ ნახავთ ხანდაზმულ ასაკში, ესე ძალიან მარტივად დავკარგეთ. ქართველობა იქ მაცხოვრებელმა ადამიანმა. გაოგნებული ვარ, იცით? და ეს დიდი აკადემიკოსი ღმერთმა გააძლიეროს 105 წელი აცოცხლოს თავისი მოწაფეების და თავისი აუდიტორიის საიმედოდ, კაცო, ღმერთმა დალოცოს, მე ძალიან დიდ პატივს ბატონ როინ მეტრეველს, მაგრამ ცდება ლოგიკური შეცდომაც არის, რომ როგორ შეიძლება შესაბამისად ამ ხელა ერი გაქართველდეს რა, როგორიც არის ტაო კლარჯეთი რა. არ იყვნენ იქ სომხები მოსახლეობაში, არ იყვნენ, კატეგორიულად არ იყვნენ, არც ჩატბერტში და არც ოშკში და არც იშხანში და არც კოლა-არტანში. ჩემო ბატონებო, ჩემო მეგობრებო, მოდით აი რამდენიმე ის განვიხილოთ. კიდე ერთხელ გეუბნებით, თხოვნა ქართველი ისტორიკოსებისადმი, ფილოლოგებისადმი, სხვადასხვა აი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისადმი, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესაგან, რომ თავიდან ავიღოთ და განვიხილოთ ძველი ავტორები. განვიხილოთ მათი ცნობები და თავიდან დავხატოთ, თავიდან დავხაზოთ, კი, მაგრამ მეუფეს დახატული აქვს და დახაზული აქვს. ეს რუკები და გაგაცნობთ აი ამ რუკებს. და თავიდან განვიხილოთ. იქნებ თქვენც რაღაცა ახალი აღმოაჩინოთ რა. აი ახლა მე ვკადნიერდები და ვამბობ, რომ აი მეუფემ ხო შექმნა 50 წიგნი რა, ამ მიმართულებით. საისტორიო გეოგრაფიისა და იმ ეპოქის ისტორიის განხილვის მხრივ 50 წიგნი აქვს და მე მაგალითისათვის შევბედე და ვუთხარი, რომ აი ეს ნახეთ აქ კი არ იქნებოდა. აი ქობულეთთან რო დასვა წერტილი და მე ვამბობ, რომ აი აქ იქნებოდა და დავსვი წერტილი მაგალითისათვის იქ, სადაც არის კონჭკათი, სადაც არის გურიანთა მაგალითად სიტყვაზე რა. ან მაგალითად რო აი რაღაც პატარა და აი მაქვს ესეთი ბედნიერება, რომ რაღაც დონეზე იგი დამეთანხმა, რომ აი აქ კი არა ეს, აი ეს კი არა ეს და თქვენც იქნებ რაღაცა მოიტანოთ მსგავსი ცნობა რა. უმორჩილესად გთხოვთ, ეხლა კიდე ერთხელ გეუბნებით, აი მე არ ვიცნობ ეხლა და სამწუხაროდ უნდა შეცდომაში ვამხილო, დიდი ადამიანი იქნება ყველა ვარიანტში, განმანათლებელი იქნება საქართველოსი, წავაწყდი მე ამ წინებზე, რომ ვეძებდი რაღაც მასალას, ლიტერატურას და ასე შემდეგ, წავაწყდი, რომ 2, 3, 5 ალბათ საიტზე ქალაქ ბაღდადში მცხოვრები, ისტორიკოსი, პედაგოგი, ეთყობა წარმატებული ადამიანი, რაღაც სხვა დამატებითი კიდე ცენზის მქონი ადამიანი, როგორც იქ ეწერა, მასწავლებელი, პედაგოგი, ხარისხის მქონი ადამიანი, ქალბატონი ნათია მსხილაძე წერს შემდეგ რაღაცას. გაახაროს ღმერთმა, ვუსურვებ წარმატებას. ვთავაზობ მეგობრობას, აი ორგანიზაციულად, როგორც მეუფე ანანიას მოწაფე, თანაშემწე. ვთავაზობ შემდეგ რამეს, რომ ვიქნებით მათი მეგობარი, მომარაგებელი წიგნებით, ლიტერატურით, ცნობებით, არქეოლოგიური მასალით, რაღაცები შეიძლება ჩვენც
ვუთხრათ რა, ისეთი, რომელიც შესაბამისად მას აქამდე არ უკლევია. იგი წერს ესეთ რაღაცას, წარმოგიდგენიათ, აი ხანდახან პატიოსან სიტყვას ვიძლევით ცრემლები მერე ვარ რა. იმის და მიუხედავათო, რომ აი აქ ვარციხეშიო არ არისო, ან სუსტად არისო, გამოვლენილი მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 საუკუნის ბიზანტიური მყოფობის კვალიო, მაინც აქ იყო ბიზანტიური კათედრაო. არანაირი კვალი არ არის, პირდაპირ გეტყვით, ისინი თუ კვალად თვლიან იმას, რომ დოქის ცხვირებია მოტეხილი და დოქის ნატეხებია ზუსტად ისეთივე, როგორიც მაგალითისათვის მოიპოვებოდა არა მარტო ტრაპეზუნთასთან სიტყვაზე და ქობულეთთან და ხერსონში და ბალკანეთში და აი ყველგან მოიპოვებოდა, დედამიწაზე მოიპოვებოდა, ქვემოშუა მდინარეშიც. მთელი მსოფლიო ვაჭრობდა, როგორც დღეს აქვს ადამიანებს ვენეციური ჭაღი, რომელიღაცა ფილმიდან გამომდინარე, ზუსტად ისე ქონდა ადამიანებს დოქი იმპორტირებული, რომ გაუცვალა მაგალითისათვის ერთ ტომარა ფქვილში ან ერთ ტომარა თხილში რა. და იყიდა და ესე აღმოჩნდა აქ, გინდა რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ჭურჭელი. იქ უნდა იყოს აუცილებლად მე მინდა დავარწმუნო ეს ადამიანები, რომ იქ უნდა იყოს, იქ იყო თუ იყო ბიზანტიური კათედრა, როდოპოლისი. იქ აუცილებლად უნდა იყოს მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეში მცხოვრები ადამიანების ჯარისკაცები იყვნენ თუ სასულიერო პირები იყვნენ თუ ჩვეულებრივი ქალაქის მოქალაქეები იყვნენ. მათი ნივთები, მათი ხურდები, მათი იარაღები, ჯარისკაცები კარგავენ ფულებს, ან მაგალითისათვის სადმე ინახავენ, მალავენ, აი ესეთი ნივთები უნდა იყოს ზღვა ამოსული. და იქ ასეთი ადამიანი, ალბათ გულანთებული ქართველი ეჭვი არ მეპარება, სიტყვით, პასუხით წარმოსადეგი ადამიანი ინტერნეტში საუბრობს, ბატონი რამინაშვილი საუბრობს შემდეგ რაღაცას, სახელად მგონი გიორგი გეგა, აი მსგავსი სახელი იყო, რამდენადაც მახსოვს, საუბრობს, რომ აქ არის ნაპოვნი მე-12 საუკუნის დარეჯანის მონეტა, აქ არის ნაპოვნი კოლხური თეთრი ანტიკური ეპოქისა, აქ არის ნაპოვნი მე-4 საუკუნის წმინდა ბარბარეს ეკლესიის საფლავი, აქ გარე ტერიტორიაზე ქვევრებია ნაპოვნი, აქ არის ნაპოვნი ეს და არაფერს არ ამბობს, რომ 6 საუკუნე იუსტინიანეს კათედრა იდგა. ბერძნების კათედრა იდგა და ასე შემდეგ არაფერს არ საუბრობს, იმიტომ რომ არაფერი არ ყოფილა და მაინც კატეგორიულად ამბობენ, რომ იდგა. გადავთქვათ. ძალიან გთხოვთ, გადავთქვათ. რატო უნდა გადავთქვათ, იცით? რატო უნდა გადავთქვათ, იცით? თან აბსურდია, არ ყოფილა, კაცო. არ ყოფილა ყველაფერს დავიდავანებოთ. არ ყოფილა. არ ყოფილა მათ ბერძნული ენა და ბერძნული კულტურა და ბერძნული წირვალოცვა და ბერძნულ სამყაროში არ იყვნენ ბაღდათელები, პატრიკეთელები და ფერსათელები და ასე შემდეგ. ეს უმთავრესია, რომ არ იყო მათ ბერძნული ენა და კულტურა და ეხლა მეორე. ყოფნა არ ყოფნის საკითხი რა. და დედა ეკლესიის წესიერების საკითხი. დაახლოებით 10-12 წლის ამბავია, ზუსტად გეტყვით და დაგიწერთ ამ თარიღს, თბილისში იყო ჩამოსული ორი სასულიერო პირი, კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან, მსოფლიო ეკლესიიდან, მიტროპოლიტები, რომლებიც ჩამობრძანდნენ აი აქ თბილისში, საპატრიარქოში, შეხვდნენ უწმინდეს და უთხრეს, რომ უამრავჯერ იყო ჩამოსული აფხაზეთიდან მეცნიერი და სასულიერო პირი დოროფეი დბარ. ასევე ის გვაჩვენებს ჩვენ დოკუმენტებს, რომ თურმე იურიდიულად დასავლეთ საქართველოს ეკლესიები მე-10 საუკუნემდე ლიხსიქით არსებული ეკლესიები და ესეთი ეკლესია უამრავია აშენებული მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეში უნდა ეკუთვნოდეს არა მცხეთას,
არამედ კონსტანტინოპოლს. წარმოგიდგენიათ ახლა პატრიარქის მდგომარეობა, აი ესეთი ორი სტუმარი რო გეწევა აი ამ წინადადებით. როგორ განვითარდა მოვლენები და დაახლოებით 10 დღეში, 2 კვირაში უკვე გაემგზავრა აქედან დიდი ჯგუფი, არც თუ დიდი ჯგუფი, 6-7 ადამიანი ალბათ. უწმინდესი იყო ამ ჯგუფში. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე იყო ამ ჯგუფში. კიდევ 1-2 სასულიერო პირი და 1-2 საერო პირი მოგეხსენებათ. და თვითონ იახლენ სოფლიო პატრიარქს, სოფლიო საპატრიარქოს. ჩაიტანეს აქედან მასალები. ეს იყო დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც იქ დედა ეკლესიის წარმომადგენლებმა, სოფლიო ეკლესიის წარმომადგენლებს დაუსაბუთეს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დღევანდელ დასავლეთ საქართველოში და დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ ქონია არასოდეს ლაზიკის ეპარქიის კათედრები. თითქოს და ბაღდადში როდოპოლისი, თითქოს და ცაისში საისინი, თითქოს და ოჩამჩირეში გუდავაში ზიგანა, თითქოს და ფოთში ფასისი და თითქოს და ციხისძირში პეტრა. და ეს ყველაფერი იყო განლაგებული ესე დასავლეთ ტრაპიზონიდან სამხრეთ დასავლეთით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ნაღმი, რომელიც რაღაც დონეზე უკვე აფეთქდა იმ სახით, რომ აფხაზეთში არსებობს არა მარტო სახელმწიფო და პოლიტიკური სეპარატიზმი, არამედ არსებობს საეკლესიო სეპარატიზმი. და ისინი ყველან დამოუკიდებლობას აცხადებს. აი ამ ყალბსაფუძველზე სრულიად უსაფუძვლოდ ყალბსაფუძველზე უსაფუძვლოდ, არ ვიცი რა, ეს სწორი ფორმულირება არ ვიცი. აი ამ ყალბსაფუძველზე დაყრდნობით დამოუკიდებლობას აცხადებს ეს ადამიანი და მისი გუნდი და მისი წრე. როგორც მეუფიანანი ამბრძანა, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაქვს დღეს, ურთიერთობა გვაქვს დიდებული სოფლიო ეკლესიასთან, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება, როდის იქნება, რა წინააღმდეგობები იქნება და ასე შემდეგ და ღმერთთან უდაშალოს მთლიანობა დედა ეკლესიისა. ღმერთთან უდაშალოს, ღმერთთან უქნას. აი, ჩემო მეგობრებო, ჩემო ბატონებო, მაგალითისათვის წავყვეთ აი ესე პროკოფი კესარიელი, ეს ადამიანი დაახლოებით მე-5 საუკუნის ბოლოსკენ დაიბადა. ზუსტად არ მახსოვს ახლა მისი დაბადების თარიღი, მოდით ნომინალად ავიღოთ სიტყვაზე 495, ანუ მე-5 საუკუნის ბოლოს დაიბადა და იმ ეპოქისათვის საკმაოდ კარგად იცხოვრა, ალბათ 70 წელიწადი და ალბათ გარდაიცვალა 570 წელს სიტყვაზე, 565 წელს სიტყვაზე და მოესწრო მონაწილეა შეიძლება ითქვას და თვითმხილველია შეიძლება ითქვას. ამას არ ქვია მსოფლიოს ომი, კარგად გამიგეთ, მაგრამ შეგვიძლია დავარქვათ სამყაროთა შორის ომი იმ ეპოქაში, რომ ერთმანეთს ეომება ბიზანტია და სპარსეთი. იუსტინიანი და ხოსრო. არ მინდა პარალელები გავავლო, მაგრამ წარმოიდგინე და ეომება, წარმოგიდგენია ჩვენი უბედურება და ჩვენი ბედი და ჩვენი სვებედი ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ადამიანს აქვს აღწერილი, აი საოცრად აქვს აღწერილი ბუნება, ლანდშაფტი, გარემო და ასე შემდეგ, რომელიც არანაირად არ ეთანადება აი ამ საბჭოთა ისტორიოგრაფიის დასკვნებს, რომ არქეოპოლისი იყო თითქოს და სენაკში, რომ როდოპოლისი იყო თითქოს და ბაღდადში, რომ ფასისი იყო თითქოს და ფოთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ხდებოდა დღევანდელი წარმოიდგინეთ აი ამ გონიოსა და ბათუმის აი ესე სამხრეთ აღმოსავლეთით აი გაჩვენებთ აი ამ რუკას რა. ნახეთ ესეთი რუკა მინდა გაჩვენოთ, კარგად შეხედეთ, კარგად დააკვირდით, აი ესე გამოჩნდება ახლა. სხვა რესურსებშიც დავდებ და მიხვდებით, რომ
აი პერსარმენიის დვინი არის აქა, სადაც ერევანია, რომ წარმოიდგინეთ, გამარჯვებულია აზრი, ამას ასწავლიან სტუდენტებს, ლექტორები, რომ ხოსრო თავისი ჯარით გამოვიდა, შემოვიდა დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე, ესე გორი, ხაშური, მერე სურამი, მერე რიკოთის უღელტეხილი, რომელიც 200 წლის არ არის, 150-160 წლის პროექტია რუსეთის იმპერიისა, აი ესე გადმოიარა აი ამ თითქოს და გაყვანილ გზებზე და ესე გამოვიდა, ჩამოვიდა შორაპანში და მერე ესე რიონს დაუყვა და ეგრე ჩამოვიდა ფოთში. აბსურდი. და მერე იქიდან ჩავიდა ესე სამხრეთში და იქ მაგალითად ციხისძირთან იყო ომები და აი ამ რეგიონში იყო ომები. სინამდვილეში ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გეუბნებით, წამოსული არის აი ესე და ესე არის გადმოსული, ისე რომ გადმოიარა არტაანი, მერე არტაანიდან გადმოიარა არსიანის ქედი და ეს ცნობილი 4 დღის გზა არის აი ეს 4 დღის გზა, მეუფეს მიერ არის მოცემული ეს ნახაზზეც და აი გადმოვიდა, წარმოიდგინეთ მტკვრის აუზიდან ჭოროხის აუზში და მერე აი ესე დაუყვა და აი აქ შესაბამისად აი აქ იყო პეტრა ხუფათთან. იქ მე წინა გადაცემაზე ვთქვი, ჩემი ღრმა დასკვნა, რომ პეტრაში იყო ბიზანტიელების ჯარის ციხესიმაგრე და სულ სხვა ციხესიმაგრეა ისა, ის არ არის კატეგორიულად კათედრა ბერძნული. კატეგორიულად არ არის ბერძნული კათედრა. ის არის ციხესიმაგრე, იქ არც ქალაქი არ იყო და არც საკათედრო ტაძარი არ იდგა. პეტრას საკათედრო ტაძარი იდგა, პეტრა იყო ძალიან ბევრი. პეტრა იყო ბევრგან და ძალიან ბევრი. რაც შეეხება ჩვენთვის არსებითი და მნიშვნელოვანია, სად იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის კათედრა პეტრა. ამას ამბობს და ასაბუთებს სომეხი მეცნიერი, რომელიც დიდი სიმპათიებით ვერ დაიკვეხნის არმენ მეცნიერთა შორის, შესაბამისად ნიკოლაი ადონცი ამბობს და სრულიად ვეთანხმებით ამ თემას, რომ პეტრა იყო პაიპერში, დღევანდელ ბაიბურთში. მაგალითად როდოპოლისი, კათედრა როდოპოლისი, ძეგლი როდოპოლისი, ეკლესია როდოპოლისი, უпроსტորეთ, იყო ტრაპიზონის სამხრეთით. ხვდებით ხორის თქმით. რადგან აუცილებლად პროკოფის ჭოროხი და რადგან აუცილებლად სტრაბონის ჭოროხი, პლინიუსის ჭოროხი არის უეჭველი ფაზისი, უпроსტորეთ დიდი ბოდიში, მათი ფაზისი არის უეჭველად ჭოროხი, შესაბამისად გამომდინარე აქედან გონიო არის უეჭველი ქალაქი ფაზისი და აქ ტბაც იყო, მდინარეც იყო, ზღვაც იყო და მთაც იყო. და უამრავი სხვათა შორის რუკა მსგავსი, რომ ფასისი ესეთ ადგილას არის მოცემული შუა საუკუნეების ავტორებისა. შენდობას ვითხოვ, რომ გამეწელა დრო და ალბათ აი 2-3 წუთი გვაქვს აქ შესაბამისად ამ წიგნის ელექტრონული ვერსიის ლინკებს ჩაგიგდებთ აქ, რომ აი ამ გადაცემის ქვეშ ან ჩემს Facebook-ზე რეალური ისტორია ქვია ჩემი Facebook-ს და იქ იხილავთ. აი კლდეები ფაზისთან რო არის საუბარი, განხილულია რა იყო, რომელი სადმე არის კლდე ფაზისთან? რიონთან? კლდეები იბერთა მარცხნივ ლაზიკაა შესაბამისად და იბერია ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო დაბლაა და წარმოიდგინეთ, რომ იბერიათ მოიხსენიება კოლა არტაანი და არსიანის ქედი და ამის მარცხნივ წარმოგიდგენიათ, რომ იყო ლაზიკა და სრულიად ლოგიკურია. ლაზიკა მთაგორიანია. ანუ საუბარია აი ამ ჭოროხის ხეობაზე წარმოგიდგენია და აქ იყო ლაზიკა. ნახეთ, სტრაბონის ეპოქაში რო იყო კოლხეთი, მე თვითონ პროკოფი კესარიელიც წერს, რომ აი კოლხეთს ახლა ლაზიკა ქვიაო და ლაზიკათ არის მოხსენიებული და სასტიკად ცდება კიდე შესაბამისად ნოდარლომოური, ღმერთმა აცხონოს, დიდი შრომები აქვს, მაგრამ არანაირი ეგრისის სამეფო არ ყოფილა დღევანდელი სენაკში და დღევანდელ ზუგდიდში და ასე შემდეგ. ეს ეგრისის სამეფოც იგივე კოლხეთთან გადა, იქ უამრავი ტოპონიმია ეგრი, გრ,
ეგრისის სამეფოდ საძებნელია ლაზიკაში რა. ეს არის შესაბამისად დღევანდელი რიზე არდაშეინ და რაღაცა, რომელიც წართმეული გვაქვს ისტორიულად რა. სახელმწიფოებრივად ხო წართმეული გვაქვს. ისტორიულადაც წართმეული გვაქვს და აი ამ დიდი ადამიანების ღვაწლი რო ვახსენე, წმინდა ნინოს ღვაწლი რო მარტო აღმოსავლეთ საქართველოს განმანათლებელი გონიათ იგი. ეგეც წართმეული გვაქვს და მირიანის სამეფოს საზღვრებიც ესია დაპატარავებული. ვახტანგ გორგასალის ღვაწლიც დაპატარავებულია და კოლხეთიც დაპატარავებულია. კოლხეთი იყო კერასუნთადან კარდუს მთამდე. არარატის მთამდე იყო, მიდიამდე იყო, იმის იქით იყო, ურმიასადაც არა, იქით იყო კოლხეთი. და ხართ ესე შესაბამისად დაპატარავებულები და დაკნინებულები და იმიტოა შესაბამისად ეს იდეოლოგია ესე შემცირებული საკუთარ თავს ვეუბნები. ეროვნული იდეოლოგიაც აი ამის გამოა დაკნინებული, რომ აი ამ პაწაწუნა საქართველოს ხედავენ 20, 25, 30 საუკუნის წინანდელს, 15 საუკუნის წინანდელს, დედა ეკლესიის სამწყსოს აი ამ ხელას ხედავენ. აქ ამოვიდნენ სიღნაღთან, კიდე აქეთ ნუკრიანთან, იქ მოვიდნენ უბისასთან, შესაბამისად და ლიხისკეთთან, ზემოთ მოეთრნენ და ამბობენ, რომ ალანის საეპისკოპოსო იყო, შიდა ქართლზე ამბობენ, წარმოგიდგენიათ, ალანის საეპისკოპოსო იყო ყორნიშიო და აქეთ კიდე სომხები იყვნენ მე-11, მე-12 საუკუნემდეო, ტაოკლარჯეთშიო და კოლაარტანში და მერე გავაქართველეთო. ზურგში დანა დაგვარტყეს. და შეცვალონ, კეთილი ინებონ და შეცვალონ რა. თუ არა და შესაბამისად აი ამ წიგნებს დაეყრდნონ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შრომებს რა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა გადაარჩინოს სიმართლე, ჭეშმარიტება ისტორიაში. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, თქვენ გენაცვალეთ, თქვენი იმედი მაქვს.